თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა პარალიზებულია. უმინდობის გამო ასობით მგზავრმა თბილისში ჩამოსვლა და თბილისიდან გაფრენა ვერ მოახერხა. გადაიდო სტამბოლის, რიგის, მიუნხენის, პრაღის, ლონდონისა და მინსკის რეისები. თვითმფრინავები ერევანსა და ტრაბზონში დაჯდა. ათობით მგზავრი რეისის შესრულებას ამ დრომდე აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში ელოდება. ქეთი ქაშაკაშვილი მუშაობს დილიდან ამ თემაზე და პირდაპირ ეთერში გვერდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ქეთი მოხერხდება თუ არა დღის განმავლობაში ფრენების განახლება. ნოდარსუ რამდენიმე წუთის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაჯდა რიგის და პრაღის რეისები, თუმცა ამ დრომდე ვერ ხორციელდება, ვერ ხერხდება მიუნხენის და სტამბოლის რეისების განხორციელება. უკვე დაახლოებით 10 საათია აეროპორტი არის პარალიზებული, მგზავრები მთელი ღამის განმავლობაში ელოდებიან ფრენების აღდგენას. მიზეზი, როგორც ცნობილია, რეისების ჩაშლის არის უამინდობა და ძლიერი ნისლი, თუმცა როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე წუთის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა პრაღის რეისი, რომელსაც საქართველოში ევროპარლამენტარები და ვენეციის კომისიის წევრები ჩამოყვებიან. მიფრინდა თბილისში და მერე გადაფრინდა ტრაბზონში. ტრაბზონში ვიჯექით 3 საათი თბილისში. ახლა როგორც იქნება ჩამოვხდეთ თბილისში. მინსკიდან მოფრინავს ველოდებით, რომელ საათიდან უკვე 6-7 წუთიდან უნდა ველოდებით რა დიდი ხანია. რა ვიცი. გვეგნებიან უკვე რამდენ ხანში გამოფრინდაო და ერევანიდან გამოფრინდა რა. ვერ ჩამოფრინდა თბილისში და ერევანში არის ახლა და გამოფრინდა და იქნება რამდენ ხანში 1 საათში. 5 წუთში. ხო. ამინდი. ცუდი ამინდი. რამდენიმე წუთის წინ კი უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყველა გადადებული რეისი თბილისის აეროპორტში დღეს საღამომდე განხორციელდება. ის ხო ქეთი ქაშაკაშვილი, რომელიც პირდაპირ ეთერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საუბრობს.